მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ დღევანდელი გამოშვება, ჩვენ დღევანდელი გადაცემა მე პირდაპირ ვეთქვი პოზიტივის კარენოი ჩვენი ექსკლუზიური თემით. ყველაზე კარგად ვიცით, იმით უნდა დავიწყოთ ჩვენი ტელევიზია. პატარა ტრაბახი გამოირჩევა ბევრი სიკეთით, თუ არ თუ ისე ბევრი, მაგრამ საკმაოდ სიკეთით, მაგრამ ერთი რამ მაგრად დავამხსნით, ეს არის ნაცების ნაცპროპაგანდის მხილება. აი ეს დღევანდელი ვიდეო მხილება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ეხება ფორმულას მორიგ დეზინფორმაციას. უпростоრად არ იმდენად ამ დეზინფორმაციის მხილებას, რადგან საზოგადოება მიეჩვიეს ბიძინა ივანიშვილზე ოპოზიციური მედიის უაზრო თავდასხმებს. ეს მოკლე ფილმი ეხება იმას, თუ როგორ მონდომები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში და ბიოგრაფიაში აი რაიმე ცუდი ხელჩასაჭიდი ნახონ. ავტორიტეტს სტილი მიაყენონ. თუმცა ეს ცდილობა რა თქმა უნდა, როგორც 10 წლის წინ დაიწყო და ძალიან დიდი ხნის წინ, მე მგონი 10 კი არა, 2011-ში დაიწყო და დღემდე უგვარი ყველაფერი გვაქვს მოსმენელი, მოკლედ რაც კი შეიძლება ფანტაზიას მოუწოდოს. ამ კაცის დამსახურება და ხელმოქმედება და ღვაწლი პასუხსცემს უკვე აი ამ უაზრო თავდასხმებს. ესე იგი, რა არის ბრალდება? ბრალდება არ გაინტერესებთ რა არის? თითქოს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია სადღაც მშენებლობას გეგმავს, წერტილი. ანუ ჩვენ არ საქმე დაიქცა ყველგან. ჩვენ არ ვიცით მართლა გეგმავს დაბახმელაში რაიმე სახის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი თუ არ გეგმავს, თუმცა რომც გეგმავდეს კონკრეტულად აი ამაში რომ აშენებს ნეგატიური რა არის, ну ეს რიტორიკული შეკითხვაა რა. მართლაც ფორმულა ამბობს რომ აშენებს და არ ანგრევს. ანუ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ შენებას ნგრევას არ ქმნევენ ესენი და ამით არის გამოწვეული მათი პრობლემა. თან ეს ტერიტორია არ დაგავიწყდეს პატარა შესავალი. რასაც ფორმულა გვიჩვენებს არის კერძო მესაკუთრის საკუთრება. ანუ არანაირი სახელმწიფოსგან მიღებული მიწა არ არის. ნახოთ ახლა როგორ ხილებას გვთავაზობენ, რა იქნება ამ ხილების შინაარსი და მე ერთად დავცინოთ ფორმულას და ნაცებს. სიცრუის ფორმულა ჩვეულ ამპლუაშია. მორიგი დეზინფორმაციული კასკადი ამჯერად გადაცემა ნამდვილი ამბავის ეგიდით მოამზადეს. თუმცა მათ მიერ მოყოლილი ისტორიაში ნამდვილი მხოლოდ აბსურდული მტკიცებებით გაჯერებული პროპაგანდაა. სიცრუე და გამოგონილი ამბები დიდი ხანია რაც ოპოზიციური მედიის და მათ შორის ფორმულას სამარკო ნიშნად იქცა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება. იშენებს თუ არა ივანიშვილი ახალ საცხოვრებელ რეზიდენციას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენს მთავარ მიზანს ამჯერად ფორმულას კონკრეტული სიცრუის მხილება კი არ წარმოადგენს, არამედ ფაქტებით იმის ჩვენება, რაოდენ უძლურია პროპაგანდისტული მედია ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის დაუსრულებელ მცდელობებში. წლებია, რაც ოპოზიციური პროპაგანდა ცდილობს იპოვოს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაში მცირედი ხელჩასაჭიდი მაინც, რითაც მის დისკრედიტაციას შეძლებენ, რაშიც უამრავ დროს, რესურსს და ძალისხმევას ხარჯავენ, თუმცა უშედეგოდ. და რადგან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვერც ერთი რეალური ფაქტი ვერ იპოვეს, მათი მოკავშირე გახდა სიცრუე, გამოგონილი ისტორიები და ფაქტების დამახინჯება. თუმცა ამგვარმა მანიპულაციებმა მათთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რადგან ამოსუსური მცდელობების წარუმატებლობას ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილისვე ცხოვრების სტილი, საქმიანობა და ბიოგრაფია განაპირობებს, რომლის დაჩრდილვა პროპაგანდას სურს, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია. ახლა კი ვნახოთ რა არის ოპოზიციური პროპაგანდის მთავარი ბრალდება. შენება. დიახ, წლებია რაც ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური მედია შენების გამო აკრიტიკებს. კაცს, რომელმაც $3 მილიარდ მეტი დახარჯა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, შენებას დანაშაულად უთვლიან. ახლაც სიცრუის ფორმულა ცდილობს შენება უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია, მართლაც დაკავშირებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფორმულას მიერ ნახსენებ შენებლობასთან, ფორმულას დაშვებასაც რომ გავყვეთ, ვნახავთ რამხელა მანიპულაციურ აბსურდთან გვაქვს საქმე. იშენებს თუ არა ივანიშვილი ახალ საცხოვრებელ რეზიდენციას, ბიზნეს ცენტრზე და თაბორზე უფრო მაღლა. სიცრუის ფორმულას სრულ ჟურნალისტი ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს მშენებლობა ხორციელდება სადღაც შორს, მთის მწვერვალზე, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. არადა რეალურად საუბარია თბილისის შემოგარენში არსებულ სოფელ ტაბახმელაზე. არანამდვილი ამბების ავტორს შეეძლო ეს მარტივად ეთქვა, თუმცა ჩვეულებრივი მოვლენისთვის სკანდალურობის ელფერის შესაქმნელად ჰიპერბოლიზების ხერხს მიმართა. განვაგრძოთ. მორიგი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ივანიშვილის პირადი ეზო გახდება. შემდეგ კი მათ მიერვე შემოთავაზებულ კადრში ნაჩვენებ გარემოს დავაკვირდეთ. სად ჩანს აქ რაიმე სარეკრეაციო სივრცე? თავად ავტორიც აზუსტებს, ტყესთან ახლოს და ქალაქიდან შორს არსებულ ნაკვეთზეა საუბარი. ადგილი, სადაც ტყესთან ახლოს და ქალაქიდან შორს იქნება.
კადრში ტრიალი მინდორი ჩანს და არანაირი სარეკრეაციო სივრცე. მოდით ახლა ვიკითხოთ, რომ ცდა უშუალოდ და აქ მართლაც ბიძინა ივანიშვილი აშენებდეს რაიმეს. რატომ არის ეს უარყოფითი მოვლენა? ტერიტორია კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფო. მეორე, მართლაც რომ მისი იყოს, როგორც ირწმუნებიან, სიცრუის ფორმულაც კი ვერ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ტერიტორია ვინმე მაჩუქა ან უსასყიდლოდ მიიღო. მაშინ რაშია პრობლემა? შენებაში? თუმცა აქაც არ სრულდება ისტორია და ავტორი განაგრძობს. კალაძემ ნებართვა გასცა კობახიძის დადგენილებით 5 კილომეტრის სიგრძის ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყო. აქ უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს. ერთია რას გვასმენინებს სიცრუის ფორმულა, ხოლო მეორე რას არ გვიკითხავს. დოკუმენტში ნათლად წერია, რომ მერიამ სოფელ ტაბახმელადან მარნეულის გზატკეცილამდე არსებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება მშენებლობა უნდა განახორციელოს. ანუ ეს ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ტაბახმელას მარნეულის გზატკეცილამდე დააკავშირებს, გზას შეამცირებს და შესაბამისად დედაქალაქის ქუჩებსაც განტვირთავს. ფორმულა ამ ნაწილს გვერდს უვლის და წარმოაჩენს თითქოს გზის მშენებლობა ვითომ და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პროექტმა განაპირობა. მაგრამ ამ სიცრუის ისტორია აქაც არ სრულდება. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფორმულას მიერ მტკიცებულებად გასაღებულ დოკუმენტში აღწერილმა გზამ საერთოდ სხვაგან უნდა გაიაროს, რომელსაც არანაირი კავშირი, შემხებლობა და სიახლოვეც კი არ აქვს კადრებში ნაჩვენები მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიასთან. ახლა თემის კიდევ უფრო აბსურდულ მონაკვეთებზე გადავიდეთ, სადაც ყველაზე უკეთ ჩანს ოპოზიციური პროპაგანდის უსუსურობა. ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ისეთი მონდომებით ცდილობენ, რომ საკუთარ თავს მასხრადაც კი იგდებენ. ღრმათხრილი, გარშემო მყარი ფუნდამენტის სვეტები, რამდენად რეალურია მერიაში წარდგენილი პროექტი. ახლა კი ვნახოთ უტიფარი სიცრუე, რომელსაც დამაჯერებელი ტონით ყვება ავტორი. ჯამში 600.000 კვადრატული მეტრი სარეკრეაციო სივრცე. ფორმულა ამტკიცებს, რომ 60 ჰექტარ მიწის ფართობზეა საუბარი. სინამდვილეში კი ჩვენ მიერ მერიიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ფორმულასვე ნაჩვენები ტერიტორია და პროექტი დაახლოებით 4 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. ეს 40.000 კვადრატული მეტრია, ხოლო ფორმულა 15-ჯერ მეტ, 600.000 კვადრატულ მეტრს ასახელებს. თუმცა სიცრუის ფორმულასგან რიცხვების გაყალბება რა გასაკვირია, როდესაც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის საჯარო ინტერვიუებსა და გამოსვლებს აყალბებენ. ფუფუნები დავცხოვრო, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი თქვა ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვა. მომერიდოს კითხვას მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თარგმნებს ხარჯავთ. ფორმულამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გააყალბა და სრული ინტერვიუდან ის ნაწილი ამოჭრა, სადაც ბიძინა ივანიშვილი რეალურად ხეებისა და ზოგადად ბუნების სიყვარულზე საუბრობს და არა მატერიალურ სიკეთეებზე, როგორც ფორმულამ ცადა წარმოეჩინა. მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი თქვა ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვა. მომერიდოს მე მაქვს ეს გადაცება, არც ერთ შემთხვევაში თავისუფლებას არ მიცევ. რომ ამით ვინმე დავაზიანო, კითხვას მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თარგმნებს ხარჯავ თქვა, ხების გადატანასა თუ დარგვასა თუ ჩამოტანას. ასე გამოიყურება ის მანიპულაციური სპექტაკლი, რასაც ფორმულა ნამდვილ ამბავს უწოდებს. თუმცა ამ ამბავში ერთადერთი სინამდვილე ისაა, რომ ოპოზიციური პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილს წლებია სიცრუის და ფაქტების დამახინჯების გარდა ვერაფერს უპირისპირებს. რას არ ეცადნენ და ბოლოს მათი პრეტენზია ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ ფსკერამდე დავიდა, რომ შენება ცუდია თუ ამ შენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ფორმულამ კი ფსკერზე მყოფ პროპაგანდისტებს დაბლიდან მაშინ მიუკაკუნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებების გაყალბება დაიწყო. ხო, კარგი ხილება, მაგრამ არაფერი ახალი არ არის ამას უყურებთ. წლების განმავლობაში ეს ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე გვინახავს, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს, რომ მთასჭრის ოქროს საბადოს ქვევით ლალის საბადო აღმოაჩინოს, კი იმას საჰაერო სივრცეს ითვისებს, ნაპირი თავის ეზოდ გადააქვს, ბოტანიკურ ამბასთუმაში კეტავს საჰაერო ტრასას. იმას დენდროლოგიურ პარკზე ამბობდნენ, რომ პირადი ეზოა, ამაზე ფილმი გადაიღეს და ხეების გადატანით აჭარაში იქნება ეკოლოგიური კატასტროფა. იმიტომ რომ ეგ ხო იყო რეალურად ოპოზიციური ნარატივი იმისათვის შექმნილი, რომ მაქსიმალური მითოლოგიზაცია მომხდარიყო ადამიანის იმ ჭრილში, რომ 2011 წლიდან, როდესაც საჯარო ცხოვრებაში გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ყველანი ხედავდით, რომ ეს იყო გასაკვირველია თავისი დიდი კაპიტალით და შესაძლებლობით, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით და შინაგანი კულტურით რიგითი ქართველი ადამიანის რაღაც დიდი წარმატების ისტორიის მატარებელი ინდივიდი. და ეს რაღაც მაქსიმალური გაბუქება, რომ აი ისეთი რაღაცები, რაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გააკეთებს. პირველ რიგში საჭიროებდა ოპოზიციის მეეგრებ ხედავ, საჭიროებდა ოპოზიციისთვის
გაემძაფრებინათ როგორმე თავიანთ მაყურებელში, რათა მისდამი წარმოდგენა გარდაქმნილიყო იმ რიგითი ქართველის პირიქით წარმატებული რიგითი ქართველის ისტორიიდან იმ მითოლოგიურ დრაკონი მოვიდა და დაეპატრონა რაღაც იმაში ჰობიტში რო არის სმაუგი რო იცავს იმ რაღაც დიდძალ ქონებას და ნუ ეგ ვერ გამოვიდათ ვერცერთ შემთხვევაში ვერ და ვერც გამოვიდათ იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მის გაკეთებულ ქველმოქმედებას და ყოველდღიურობაში ნებისმიერ ქართულს შეუძლია საკუთარ თავზე გამოსცადოს და მე უყურებთ რას აჩვენებენ და რას იტყუებიან ეს ოპოზიციური არხები. ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ანუ მე მახსოვს ესე იგი პოზიტივი, როდესაც ჯერ კიდევ ონლაინ მედია საშუალება იყო, მაშინ შავა შენაკეთებდი თითოეულ მხილებას, ანუ კონტრპასუხს იმ ხეებზე და იმ ვთქვათ, ყველა უკადრებელ რაღაცაზე, რასაც მაშინდელი რუსთავი და მთავარი არხი კადრულობდა. მე მახსოვს, რომ ესე იგი ნაბიჯ, აგურა, step by step, ყველაფერს თითო იმას მიყვებოდნენ, ყველაფერში იტყუებოდნენ, რომ მოხუცი ბებიის მოკლას აპირებს ეს ხალხი, იმიტომ რომ ხეა გადასატანი და ხალხი იხვეწებოდა რომ ოღონდ ჩემი ხე მოეწონოს და ოღონდ ჩემ იმაზე გაიაროს, ანუ წარმოუდგენელი კომპენსაცია და ანაზღაურება და პლუს ამას დასაჩუქრება. მართლა აი ხალხის ოცნება იყო რომ ეგ მომხდა. ყველაფერი იკადრეს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ გაიხსნება, რომ გაიხსნება, ეს არის ყველაზე დიდი მითიო და ვიცი რა მაინტერესა. დენდროპარკი რომ ის პირადი საკუთრება იქნება ის, რომ ესე იგი ივანიშვილების გვარი მოეხვედრებინათ აი მედია манипуляციაში და ესე იგი რაღაცა ფსიქოლოგიური манипуляციით ეხემძღვანელად ემოციური манипуляციით მიაწერეს რომ აი ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაში მოხდა მიტოვებულ შენობაში მკვლელობა, ოღონდ გვერდით შენობაში, ანუ არა საკუთრებაში. მიხვდი აი თავარი ხო ეს იყო. მე ძირა მაინტერესებს ეს ადამიანები, აი ვინც ეს სიგლახეები რო აკეთა რა პასუხი აგეს აი თითო იმაზე ნახე არანაირი პასუხი პირიქით ჩაიფარცხა რა როგორ ბიჭო ერთი წელი ამბობდნენ რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ იქნება ეს არის ყველაზე დიდი მითიო არა აქ პასუხება როგორ არ არის აბა შეხედე რეიტინგებს რეიტინგებს ხალხის დამოკიდებულებას რატო ეძახით ფეიკებს ეგ ჩვენი ძალიან დიდი დამსახურება არის რომ მაგრამ ტიპები გადავაქცეთ ჩვეულებრივი ფეიკები რა შეხედე რეიტინგს კი ბატონო სწორია ლაშა ბუღაძე ვაშა ქართული ოცნების ეს გვამი რომელიც უკაცრავად ამ საშპოლიტიკური გვამი, კარგია რომ ასე ვთქვათ, დამაზუსტებინე, მაგრამ ეს არის იმგვარი ტიპის სტატიკა, რომელიც ბოდის ვიხდი ამ ძალიან ძიმე ალეგორიისათვის, მაგრამ აკოთდება და აყროლდება. და ყოველდღიურად უტება და უტება. ამას უნდა რომ გადავასწოროთ. დავაჩეროთ. რატო ამკრავდა ასე? ეს სპეციფიური ფეკალური მასა, გაზაფხული არა, განსაკუთრებით ალბათ. გაზაფხული არა და რატო ამყავდა? ყრალი და გვამი და ასე შემდეგ და რაღაცა ხო არა, თავის თავს არ გავს. ხო, შეკო არა აქნედავა. ეს შეგვიძლია უცნობის სიმღერით უკდავი სიმღერის სტრიქონი შნირო ხო გესმის თესი დაპლეტი. არა, იმიტომ რომ ერთადერთი მახსოვს მამა, რომელმაც ილაპარაკა, რომ რა თქვა, მაშინ ქართული ჯოჯოხეთის კარი არის. ტაიფუნიას აკაშულა ისო ჯოჯოხეთის. ხო, ჯოჯოხეთის კარი. დანარჩენი ხო ვაშა ბუღაძე არასდროს არ გამოირჩეოდა ესეც საუბრი ყოველ კონსტრუქციული ტიპი, არა, კონსტრუქციულ საუბრობდა და აქ რაო, აყროლდება, აკოთდება, გვამი ყოველდღურად უტება. ასევე ქეთი დევდარიანი არის საინტერესო. ქეთი დევდარიანი არის აი თუ ვინმეს არ ვიცი როგორ თქვა შურის ძიებით გინდა რომ იკაიფო უნდა უყურო ქეთი დევდარიანს ამ საქართველოში. პირადად ბრაზდები ხოლმე რომ კიდევ ჯერა ვიღაცას ამ თავრობის. მაგრამ მე ხვდები რომ ადამიანის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა არის იმედი. იმედი კონდეს რომ ბოლომდე არა ადამიანი და ბოლომდე პუტინი არ არის ივანიშვილი. აი მე და ანუ ხალხს აქვს ოცნების იმედი და თქვენი იმედი რატო არ აქვს? აი ეგეც ძალიან საინტერესო. იქნება იმიტომ რომ კაცმოძული არსებები. იშას იმედი რატო არ ქონდა? კაცმოძული არსებები არიან, კაცო ესენი არიან თავიდანვე მიზანტროპი არსებები. რომელსაც თავიანთებიც არ უყვართ, ანუ ზოგადად ადამიანის ფენომენი როგორც ასეთია.
არ უყვართ ესენი არა გახსოვს ეს იძახდა კაცო რომ მიშას ბრალის არის რომ საკმაისად არ დახოცა ხალხი ზუსტად აი კიდე შეეცადა რომ რაღაცა ამათ უნდათ დემოკრატია განევითარებით ამას უნდათ არა ამათ უნდათ ძალიან სპეციფიკური სახელმწიფოზე ჯერ პირველი იყო ჩემ ფავორიტი ახალი ქართველის ნარატივი როცა შეიქმნა რომ ეს ახალი ქართველი არის რომელსაც დავით აღმაშენებელი უყვარს როგორც მას ლიბერტარიანებად აღიქვავს და ჩაშვების რა თქმა უნდა ანუ სხვა ტიპია რა ქრისტიანობაც სხვანაირად აქვს გაგებული კულროჟა რა მე და ღმერთი ერთად ვიმუშავებთ მე და ღმერთი ვიმუშავებთ ერთად პახოდუ ცოტა მილიტარისტიც არის რუსეთს მოუგებს ცოტა კი არა აი უჩააბაშე ფშიუ და რაღაცები მილიტარისტი ანუ ქართული არმიის ძალა რომელიც წავიდა იქ მოსკოვამდე ჟანგერთან რო პროსტა კაი სტრატეგია გვჭირდება და პარტიზანულად კი უკრაინა იგებს მე შემდეგ ახალი ქართველი მიესალმება ბომბდამშენებით ამერიკული ბომბდამშენების კონკრეტულად თბილისში იმ ადგილების დაბომბვა სადაც ჩვენ რო ვიყოთ პირდაპირ შტატი ენა გავაუქმოთ თუ ისინი მიგვიღებენ ხო მაგრამ ჯერ დაბომბვა ველაფერს ვიზავდით გახსოვს ირანს რო ბომბავდნენ ნეტა ეს ხმა ჩვენს მამულში გამაგონა ჩვენი შემდეგ ახალი ქართველი არის დამულდორი რო ყავთ ის კი ეგ რა თქმა უნდა ხო ანუ ქრისტიანობა და ზოგადად 25-ში ოფიციალურად აბა რა არა შეიძლება ეს აი მოდი მოვიფიქროთ კიდე ქართველი ახალი ქართველების ის ნუ მთავარი არის ეგ რო რელიგიურ კონფესიებთან მიმართებაში როგორ არის რა რომ ქრისტიანობა მართლმადიდებლობა უკვე ისე მოირგეს თავისი არა თავისთვის ისე რეგანის დაბადების დღეს რო უკვე კულარი მაგრამ ყავთ მამარუსუდანი და ეს დამდორი რეგანის დაბადების დღე უეჭველი უსასტიკესი საბაზრო ეკონომიკა უსასტიკესი ოღონდ თავისი სპეციფიკებით რო თვითონ სახელმწიფო მაინც ერევა რაღაცეებში არა ღარიბები და მოკვდნენ ესე ფიქრობ რომ არა ესე არის ჩვენ გქონდა რეალურად ანუ არა სხვა რამეს ვამბობ დღის წესრიგში ჩვენ ყავდა იდეაში ლიბერტარიანული მთავრობა რომელიც ლაპარაკობდა რომ დერეგულაცია არის ყველაზე მაგარი მაგრამ რეალობაში ვნახეთ ყველაზე შეზრდილი სახელმწიფო ეკონომიკაში რა მიშას დროს ანუ რაც თავარია თამადობისთვის სროკი ეგენი შენ გახსოვს ქუჩაში მთრალ სიარულზე რომ რაღაცა საუბარი სიმღერების ჩართვაზე ეგ რუსული სიმღერა რუსული სიმღერა ჩემა გირზე დახრედა და ქურთი რამე ქალს თუ აცევსო უკვე არ ვარ გახო ეს არის სლოკიმ პარას რა ქვია ალუზია რამე თამარ ჩერგოლიშვილი სერიოზული ის არის და წარმოიდგინე ერთ წამს ასამ გავუშვებთ ეს რომ გაგრძელებული იყო ბოლოს ვიქნება აი ელ-სალვადორი რა ჩვენ აფეთქდებოდა რატო ელ-სალვადორმა ხო შეუთვალა მაშინ მარკო რუბიომ რომ ესეთი რამე ექსტრადიციის ისტორიაშიო ვაფშე არ ახსოვსო სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც მივიღებდო და ელ-სალვადორში მართლა ძალიან დიდი პრობლემა იყო ქუჩაში გამოსულა მე რა ყველგან არის მოგვარების გზებს აქვს მნიშვნელობა შალვა ეხა მაშინ გაწყვიტა ყველა ვირუსი აკიდე ან რაღაცა მოწამლა და იოლია იქაური ბანდიტის გარჩევა ჩვეულებრივი მოქალაქე დაწერია. ატუა საკეზე. აი ახახატია რომ მე-18 ბანდის თეორია დავსო. იმათაც რაღაც ხებს რომ იმართონ და არ დაიხატონ კოდექსი რომ შეცვალო. შეიძლება. ხო შეიძლება. თამარ ჩერგოლიშვილი გავუშვი. ხედან უნდა ამოვიდეთ ყოველთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ არსებობს დამპატარა ქვეყნის დამოუკიდებლობა ალიანსის გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ გასაკეთებს ვერაფერ გააკეთებს, მაგრამ ქართველმა ხალხმა თუ არ იცის რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიდის, შენ გაქვს უნარი რომ ელაპარაკო ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკის პრეზიდენტისგან მიიღო გარანტიები, რომ რუსეთი თავს არ დაგესხმება და თუ შენ რუსეთი თავს დაგესხა, მასთან ექნება საქმე, ისე რეჟიმსაში დასაგებია. და ძმას რა მაგრა კიდია ანუ რა გამოდის უკრაინის მაგალითი გვაქვს სახეზე ესე იგი ეს ხო ყველაფერი უკვე მოხდა რომ არანაირი ნატო არ იქნება ბიჭო შეხედე არა შალო შენ აი რა არ სერიოზულია სერიოზულად არც თქვენ თუ გაქვთ ქალბატონი თამარის სტატია წაკითხული არა ტაბულაში მოკლედ ამერიკა მისთვის რას ნიშნავდა
და მამა ჩემი ადრე მაგარ რაღაცა ამერიკა საბჭოთა პერიოდში შესახებდა ამერიკა ანუ ვაცის ვაშას ამბავი ვაშას ბონჯი მაგით იწყებს და აი საღოლ ამერიკა ძალიან სერიოზული ოჯახი ხო არ მაშინ ბიჭო ბევრი რაღაცას რელიგიური კატეგორია არის მეულებრივი წმენდი კატეგორია ძმაო სიხარულის სამოძახილი ამერიკა გაიზდები მონად ბოლომდე ხო მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი ვაბოს დღევანდელ ამერიკაზე რატო არ ლაპარაკობს მაგალითად მასაჩუსეტსის შტატი არა ილინოისის შტატში როგორი ამბებია იცი რომ აი არ ვიცი დედაშვილს რო არ აიღოს ხელში ამერიკაში ყოველთვის არსებობდა მსგავსი საკითხები რომელიც საჭიროებდა გარედან კრიტიკულ კომენტარს არ საკეთებოდა ეგ ამერიკაა და მაგით აი რეიგანი ხო ევასება ტრამპის რესპუბლიკელია და რეიგანი ტრამპზე სულს ანუ ამერიკას შავ ეკონომიკაზე აშენებულ ქვეყანას ვინმე ახსენებს მონობის ეკონომიკაზე ხო და აბაზოლაპარაკო ასე ხა იგის მონობის ეკონომიკა არა განსხვავებულია ისინი უარესია არა რა ბელგიაში ვაფშე რა ბიჭო ჰოლანდიელები და ბელგია და ჰოლანდია ვაფშე ყველა პროპორციულად რო გადაიანგარიშო მე-19 ჯიგარ ბელგიას მე გეუნები მეფე ლეოპოლდი რო იყო მეფე ლეოპოლდი როგორ ქონდა ბელგიის კი არ იყო თავისი პირადი იყო და ჩემი ეზუარი მოკლედ ბელგია და ჰოლანდია ალბათ 100,000 მოსახლეზე რაღაცაზე რომ არა რო გადაიანგარიშო მისი კოლონიალიზმის ისტორია და ძარცვის მასშტაბები და ის მეთოდოლოგია რასაც უკეთებდნენ სხვა მათი აზრით დაბალ ორგანიზებულ ცივილიზაციებს არ ვიცი პროსტა ვერც ბრიტანეთი მოვა მე მგონი ახლოს და ვერაფერი რა აი ევროპას აქ თუ ჩვენ რაღაც რომ წავედ წლები გაიხსენდო რომ ზოოპარკი რომდის იყო 40-იანი 50-იანი ამერიკაში არიან ცოცხალი ადამიანები ვის მოგუყოლიან ბებიამისი როგორ ჩამოახშვეს დღისის ჩამოახშვეს არა ჩამოახშვეს ვეღარ მოგიყვებიან მოგიყვებიან რომ ავტობუსში კი მაგრამ მაგას ეგენი ცოცხლები აღარ არის ჯიმკროუ და საკანონმდებლო დონეზე სეგრეგაცია ქვეყა სახელმწიფო აღასრულებდა მაგას ტიპი მოგიყვება რა მაგას ტიპი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი იქნება კი გეტყვის რომ ბებია ჩემყავს მაგას დავიდავარეს არა ის ბებია მოგიყვება ცოცხალი იქნება ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ის გვარი დამავიწყდა კაი გვარაკ იტალიური აი საიმიგრაციო პოლიციის ხელმძღვანელი რო არის სუეჟი ფლაშია ბიჭო აი ძალიან არის იმენა Starship Troopers-ი რა სუპერ Starship Troopers-ია კაი პლაშით კაი აკეთე პორტუპეა პორტუპეა იმენა არტურ ხეილაინია რა Starship Troopers-ია როგორი იცი მოქალაქე რომ მარტო მებრძოლი მეომარი უნდა იყოს სხვა მოქალაქე ხამებს თვალს როგორ არის ითმეს კიდე იმის მიართეც არავის რა კი ბატონო რო დაუმორჩილებს არ გააჩერე წითელზე სახეში ეგრევე ვინტოვკა ბუჩო ნახოთ ახლა წინა ხელისუფლება 4 თვის განმავლობაში გუსტავოზე კარვები იყო გაშლილი. ეთანხმები არ ეთანხმები მნიშვნელოვნად წინა ხელისუფლებას რას უნდა დააბრალო ესო დაუშვა. ხო არ მიუღია კანონი ვიცი რა კარავში ცხოვრება არ შეიძლება 4 კუთხედი თეთრი კარავი არ შეიძლება რუსთავაზე კარავი შეიძლება ოღონდ მარჯვენა მხარეს ხო ანუ ნებისმიერ ხო შეიძლება მაგის გაკეთება მაგრამ არ გაუკეთებია და თუ ჯიბრი არის და ვიღაცას ეჯიბრები და თუ წინა ხელისუფლებას ეჯიბრები მაშინ გამოდის რომ მინიმუმ ნაწილში შეიძლება რამდენიც ამათ კარვები ქონდათ, რამდენიც ამათ გადაკეტილი ქონდათ, ყველაფერი გააკეთეს, კაცო. არ გამოდის ეს არ გამოგდით, არ გიჭერს ხალხი ხარს. ხო და ახალი რამე. რა კარვები, ანუ რას ამბობ, ჩვენ რატო არ გამოხატვის უფლებას რატო არ გვაძლევდა. რამდენი წელი არ ყევთ ქვეყანას თქვენი ეგრეთ წოდებული გამოხატვის უფლების გამოყენებით. 3-4 რა ბევრი. იმას ისროდით ფეიერვერკებს ცეცხლს უჩენდით. პოლიციას მოლოტოვებს არ გამოვიდა რა კარავი არა ხო არ დაგვავიწყდა რა კი ბატონო სევდიოგრეხელი იცი ვინ არის ხო არ მეგრადავებს სევდიოგრეხელი კიდე არის კი არის გავუშვით ხადაბჭერები არიან ქალბატონს აი მე მაგალითად აქციებზე დავდივარ და საგანგებოდ ვისაც ვიცნობ იქ მასობრივად დგას და მასიური, აი მასა ვინც დგას, არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის. ეს დაპატიმრებულები, ვიზეც აი თქვენ საპროტესტებთ, ქალბატონო სევდია ციხეში. აქციაზე მონაწილეები. დაპატიმრება, ანუ ქალბატონო ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ხარდამჭერები პრაქტიკულად არ აქვს. იცით რა არის ჩერგოლეიშვილის შესახებ
საუბარი ნამდვილად არ არის საინტერესო აქ, იმიტომ რომ ჩემგოლიშვილის განცხადებაზეა საუბარი. დიახ, განცხადება თავისი გაშენებია. სად არის თქვენი მხარდამჭერები მაშინ ასე დაგიხსოვთ კითხვას? ამის საქმეს მაგაშია, რომ განსაკუთრებული დევნა სწორედ მაცემით, აბა ეხლა მითხარით, ბაჩო ახალაიას მიმართ. განცხადებაც აი ვერც კი ითქვა რასთან დაკავშირებით არის ის დაკავებული. ბაჩო ახალაიას ეშინიათ ისე თვითონ მას მართლა. მე გეტყვით რატო ბაჩო ახალაიობის გამო არის. აი ესე პირდაპირ და რა თქმა უნდა იქ ბუნებრივი არსებობს, რა თქმა უნდა დანაშაული ამ დანაშაულს გამოიძიებს და რომ გამოდიოდა და აქ გადატრიალებას აპირებდა და ინტელექტუალური ხარდაჭერის გამო იყო დაჭერილი ის ხო მათიაშვილი ეს თურმე რეებშებოდა გნიცონ მონდელა ბაჩო ახალაია სადისტი ხა გამიხადეს გმირი რა და რომელიც არ გაჩერდა არაფრით ილაპარაკა მოქმედებები განახორციელა არ გაგაჩერა სულთა ეს იყავი რა შეთვიწყდა რაც ბაჩო ახალაიას სოდვა აქვს ჩადენილი რამდენი კაი კრიმინალებს თავი დავანებოთ ხურდებს და კაი ბიჭებს მაგათ თავი დავანებოთ ჩაულებრივი მოქალაქეები მაგისმა შექმნილმა სისტემამ პირველად პერვახოტკები მართა შეცდომით რომ რაღაც დანაშაული ჩაუდინეს და ჯანმრთელები რო შევიდნენ და დასნეულები და ბიჭო ახალაია წელი ცხოვრება ვერ გამოისყიდის მაგდანაშაული მართლა რა წადი მოინანიე თან ერთადერთი ის თუ გიშველის რამე ასკიზა და იქ რო წახვიდე რა ქვია მონასტერში კიდე დაждდა და ჩვენო შეცდომა არ გქონიაო და ამას თავის ცოლი აქვეყნებს დიდი სიამაყით ხო რა აბა მაშინ დავაი მაშინ იყავი რა ყოველდღე მიუღებელია დღეს არის გირგლიანის გარდაცვალების წლისთავი და ახალაიების ოჯახის წევრი იყო მან მაგათი ოჯახს რა უთხარი მე რომელმაც მოკლა ბიჭი და გაანადგურეს ოჯახი მთლიანი ოჯახი გაანადგურეს ამ იმან რა ქვია რეჟიმმა რეპრესიულმა რეჟიმმა და ესე იგი ახალაია გამოძა 4 ოქტომბერს მე მონაწილეობას არ ვიღებდი და ძალიან წუხარო ნეტა მქონოდა შესაძლებლობა რომ ამეყირავებინეთო და აღარ არის კაი მოდით ახლა ამ ნოტზე დავასრულოთ მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით ხვალ ოღონდ განსხვავებულ დროზე ხვალ ერთ საათით გვიან მადლობა ყურადღებისთვის